აუ თან რო იძახიან რომ ისა უწმინდესა აქ ნათქვამი რომ ბოლო პატრიარქია და როდისა აქ მან ნახე ფაქტი დადეთ სადა აქ უწმინდეს ეგ ნათქვამი რომ თვითონ იყო ბოლო პატრიარქი ის მამა ნიკოლოზი რო რაღაცა დადე ფაქტი რა გაუში ფაქტი გაუში როდისა აქ ნათქვამი რომ მე ვარ ბოლო პატრიარქიო როგორ შეიძლება ესე ტყუილებს კადრულობას სასულიერო პირი რა ან ამოიღეთ და დადეთ სადა აქ ნათქვამი უწმინდეს ესეთი სიტყვები რომ მე ბოლო პატრიარქი ვარო ან არა და ტყუი ხართ მაპატე ცოტა ესეთი ნერვებზე ვარ რა იმიტომ რომ გაუშვით ერთი ეს ცოტა ვერ არის კარგად რა ეს აბრეხვებს ხოლმე ეს ხუხაშვილი თუ შეიძლება გაუშვით რა კომენტარი რა მეუფე შიოს ჯერ არა აქვს არც სტატუსი არც გამოცდილება არც იმ დონის ავტორიტეტია რაც ილია მეორე იყო რა მეუფე შიოს პატრიარქის ავტორიტეტი აქვს მინდა გითხრა რა გადაუვიდა შეიძლება თვითონ არ ქონდა აქამდე სანამ პატრიარქის ცოცხალი იყო მაგრამ მეუფე შიოს პატრიარქის ავტორიტეტი გადაუვიდა ეს გააკეთა ზუსტად პატრიარქმა თავისი აი ამ წერილით დიახ ამიტომ მეუფე შიო ძალიან დიდი ავტორიტეტია იმ ხალხისთვის და იმ ადამიანებისთვის ვინც პატრიარქია ესე დაიტირა და ესე გამოემშვიდობა ხშირად ვფიქრობ რომ ხო იწრო ტელევიზორში ხა ხო უყურებდით რაღაცებს ხან ეგ ვიდექით რიგში ხან აქ და გამომშვიდობება პატრიარქთან და სულ ძირითადად ეს სიტყვა იყო რომ გამომშვიდო ჩვენთვის არ არის ეს გამომშვიდობება ჩემთვის პირადად ეს გამომშვიდობება არ არის იმიტომ რომ სულ აქ არის რა როგორ გითხრათ რა ეხლაც აქ არის მე სანამ ცოცხალი ვარ 60 წლის ასაკში როგორც ჩემი ძმა სულ ჩემთან არის ისე პატრიარქიც სულ ჩემთან არის როგორც დედა ჩემი სულ ჩემთან არის როგორ ეს არ არის გამომშვიდობება რა ეს უფრო ძალიან ბევრად დიდი რაღაცა არის ვიდრე გამომშვიდობება რა ემშვიდობებია შეიძლება იმ ხალხს ვინც კვდება და აღარაფერი აღარ არის რა და ერთ წელიწადში და ორ წელიწადში აღარავინ აღარ იხსენებს და აღარავინ აღარ ახსოვს და ადამიანი ვინც სულ შენ გულშია სულ შენ გახსოვს ის როგორ შეიძლება გამომშვიდობებული იყო იმასთან ის ყოველდღე ჩვენთან არის ხო არის ხო გინახიათ არის საფლავები სადაც ჯინჭარი და რა ვიცი ქვეყანასარეველა ბალახი ხარობს და არის საფლავები სადაც მოვლილი გასუფთავებული და რაღაც აი ხსოვნა რო ეტყობა ადამიანის მისვლა რო ეტყობა და სულ ხსოვნაში რო არის საფლავი რა ეს როგორ შეიძლება გამომშვიდობება საერთოდ ამ ადამიანთან როდესაც სიონის ეკლესია აგერ ყურისძირში გვაქვს ხო უცბად გავილ მოგვენატრება შევალთ ეს ხო არ არის რაღაც ის რომ დაშხდა ავიცი რა ვიცი დაკარგული ვიღაცის ძველი საფლავი ან რაღაცა და რაღაცა აგერ არის ჩვენ ყურისძირში გვიწევს წმინდანი რა რამხელა ბედნიერება დღეს ვკითხულობდი ზუსტად რომ ესე ვთქვათ რუსები წერენ რომ მილიონ კაცზე მეტი გამოვიდაო და გამოეთხოვო უწმინდესო და ეს იმას ნიშნავსო რომ თანამედროვე მსოფლიოშიო და ამას ეჭვისქვეს არც არავინ არ აყენებსო რომ ეს კაცი არის წმინდანიო რა რომ ესე ამ დროს ამ საუკუნეში 21 საუკუნეში როდესაც გარშემო ესეთი უღმერთობაა და აქ ესეთი კაცი გაჩნდა და მთელი ერი ესე მოაქცია ეს არ არის შედეგი ეს შედეგი არ არის იმას განკითხვაში რო ყავთ მთელი მეუფეები და ჯიპები და რაღაცებს რო იძახით ეს შედეგი არ არის რამხელა შედეგი დადო გინდაც უწმინდესმა გინდაც საპატრიარქომ და გინდაც მისმა მოსწავლეებმა რომლებიც მის ქვეშ მსახურობდნენ ამდენი წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე დიდი შედეგი რა სადაც მთელმა მსოფლიომ დაინახა რა ქვეყანა ვართ რა და მთელმა მსოფლიომ დაინახა
აი ეს მასშტაბური ამბავი, რაც ერთ ადგილას, ერთ მხარეს არის ეპშტეინი და მისი ესე ვთქვათ, ჭყალებში პროგრესული და სახელმწიფოები და მეორე მხარეს არის სულიერება, ილია მეორე და ღმერთის სიყვარული და მილიონობით კაცი. აირჩიეთ. ირჩევთ იმათ ეპშტეინიზაციას? ვინც ირჩევთ, აირჩიეთ, კი ბატონო.